ქართული იუნკერთა ქუჩის მცხოვრებლებმა ბონის დასახლებაში აქცია გამართეს. ისინი ორმხრივი მოძრაობის ქუჩის ცალმხრივზე გადაყვანას აპროტესტებენ. ვინაიდან ეზოში მისასვლელად მძღოლებს 2 კვარტლის შემდეგ იოსელიანის ქუჩიდან შემოვლითი გზით სარგებლობა უწევთ. მოსახლეობის პროტესტს მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში პასუხობენ. მათი თქმით, საგზაო ნიშნების დაყენება მაიაკოვსკის ქუჩის განტვირთვის მიზნით ხდება, ვინაიდან იუნკერთა ქუჩა ცენტრალურ და საბიტუბო ბაზრებს შორის მდებარეობს. ავტომობილების დიდი ნაკადი საცობს ქმნის. დამავტკოლებელი ბორდიურების გაკეთება კი ამ ქუჩაზე არ იგეგმება. ამ გზალავი ნიშნები, რომელიც შემოხვევას გრძალავს, აქედანაც შემოხვევას გრძალავს, იქიდანაც და სადღაციდან ხომ უნდა შემოვიდეთ, აქედან გასვლას გრძალავს. მაგაზე არ გვაქვს ლაპარაკი. ამის გაუქმებას მოვითხოვთ, რომ ხელი შეგვეწყოს და ჯარიმები და იგივე ვარ დაგვიწეროს. შემოვლით ქუჩები ერთი 500 მეტრი უნდა ჩახვიდე და იქიდან უნდა შემოხვიდეთ. ახლა აგერ მოსული მე 500 მეტრი ჩავიდე და შემოვიდე, რატომ უნდა შემოვიდე? შეუძლებელი იყო გავლა ფეხითაც და ავტომობილებითაც, ამიტომ რა ვიცი, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს უკეთესი იქნებოდა და განტვირთავდა მოძრაობას. შედარებით განტვირთულია, რა თქმა უნდა, ეხლა რო შევხედოთ. მაგრამ მაგათ მოთხოვნას მოსახლეობის, რო თქვა, სახში ვერ მივდივართ პირდაპირ გზით, ამას მაგაზე პასუხს ალბათ მე ვერ გაგზავნე.